ჩვენ ტელევიზია ჩემპიონატის მაკაცი გოგა ხანიკლა მოვიდა. გოგა ერთი დავიწყოთ, ერთად ვიყავით ჩვენ ბედნიერება ხვდა წილად, ერთად ყოფილიყავით დიდი მაესტროს სპექტაკლზე და გაუზიაროთ ერთმანეთს და დიდი თეატრი დაბრუნდა, დიდი თეატრი დაბრუნდა რა. ძალიან სერიოზული სპექტაკლი დადგა. ჩემთვის ვეფხისტყაოს ანზე ვსაუბრობ. ხო, რამოდენიმე აი კუთხე რა არის მაინც აი ხელოვანი ჯერ ერთი რამდენად ფლობს თვითონ ამ ნაწარმოებს, ხო? რა შეაერთა ერთმანეთთან ახლა. ყველა ჩვენთაგანი ასე თუ ისე ვიცნობთ, მე რო გითხრა რომ გრომამწოდნე ვარ მეთქი ვეფხისტყაოსნის ეგრე არ არის რა. მაგრამ ნუ რა პირველი რა, აი რო გაიხსნა სცენა რო დავინახა, იყო არაბეთს როსტევან და გამახსენდა, რომ მთელი ეს ისტორია არაბეთს ხდება. კი ბატონო. იმიტომ რომ ისეთი წარმოდგენაა საქართველოში შექმნილი, რომ ეს არის რაღაცა ის წმინდა წიგნი. ეს არის ლიტერატურა, ძალიან მაღალი დონის. სოფლიოში სულ რამოდენიმე ასე ვთქვათ ნაწარმოები ამ დონის რა, ნუ აი ჰომეროსი, დანტე და მეტი ხო, ნუ სერვანტესი შეიძლება. ოღონდ პროზა. ხო, პროზა გასაგებია. პოეზიაში რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ მაინც ლიტერატურული ნაწარმოებია, ხო? ამიტომ ბუნებრივია რომ მისი დანახვა ყველა ადამიანს, ვინც ხელოვნებაში მონაწილეობს, აქვს უფლება რომ თავისი კუთხით დაინახოს. მე მაგალითად არასოდეს არ ვერავიქვავდი და ნუ სხვადასხვა ფორმით მინახია, თქვა სხვადასხვა ფორმით ჩემამდე მოსულა ვთქვათ ეს. არასოდეს როსტომის მხრიდან მოყოლილი ვეფხისტყაოს ამბავი აი რაღაცნაირად არასოდეს არ ქონდა წარმოდგენილი. ეს იყო ჩემთვის სიახლე აბსოლუტური. და ძალიან კაი კუთხით დამანახა ესა, ხო? თუ როგორ შეიძლება ახმული იქნეს ეს ნაწარმოები კლასიკური ნაწარმოები. ხო, ძლევამოსილი და ისე ვიმეორებ რა პირველივე ტონალობა, რომელიცაც წამოვიდა ეს მუსიკა, ეს ასე ვთქვათ განწყობა, ეს სულისკვეთება არაბული სამყაროსი. იყო არაბეთს როსტევან. და იქიდან უცებ დავინახე სულ სხვა კუთხით, რომ ეს ისტორია არაბეთში ხდება. ხო? ბუნებრივია რომ იქ რაღაცა არის ერთმანეთთან და ბოლო რო იცავდება თქვა ვეფხისტყაოსანი, სადაც პირდაპირ ყველაფერს თქვა შიფრავს, ხო, მაგრამ ეს მაინც ნაწარმოებია და ნაწარმოების ეს ნაწილი ამ კუთხით მე არასოდეს გათვითცნობიერებული არ მქონდა და მეორე ვიჯექი და უყურებდი და ჩემ თვალწინ იყო კინო. კი, სხვა შორის ისეთი აურა იყო, სცენური მონტაჟი იყო. განათება, სცენა, სიღრმე, ეს კომპოზიცია როგორ იყო დალაგებული, ყველაფერი აწყობი. რა თქმა უნდა, თეატრი თავისთავად ძალიან სპეციფიკური ხელოვნებაა, ძალიან სპეციფიკური ადგილია. საერთოდ თეატრი თავის დროზე იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ის რისი თქმაც სხვაგან არ იყო შესაძლებელი, თქმულიყო სცენაზე. და ამიტომ თავისუფლება თეატრალურ სცენაზე არის ძალიან მაღალი ხარისხის. და რაც მთავარია რა დასაწყისი, ეს არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. პირველი განცხადება, რასაც აკეთებენ მსახიობები, აი ქროსხედან, მაგას გეუბნებიან, რომ ეს არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. აქედან გამომდინარე მიიღეთ, ეხლა ვიღაცა შეიძლება მოეწონა, ვიღაცა შეიძლება არ მოეწონა. ეს ნებისმიერი ნაწარმოების ხვედრია. ესეთი რა არ არსებობს სოფლიოში არაფერი, რომელიც ყველას მოწონს. ვიღაცას რაღაცას მოწონს, ვიღაცას არ მათი ნება, მაგრამ ხომ უნდა ნახო, როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ იმჟელო რაღაცაზე, ხო? მე ეხლა ესთეტიკა და გემოვნება, ნუ ეხლა თუ ვინმეს დაეწონება, რობერტ სტურვას ნამდვილად არ დაეწონება. კი ბატონო. მოკლედ გირჩევთ ნახოთ ეს აუცილებლად ნახეთ. სკეპტიკოსებმაც თქვენ რომ არ გინახავდა პასტერნაკა იანიშთა დოქტორ ჟიოგო იანიშთა ნუ ასურის დავიტიბე ხო არის ცნობილი ის არის ეგ იმაზე იყო ცნობილი დოქტორ ჟიოგო ყრილობაზე იყო მწერალთა ყრილობა აქ როგორი რამე იცი ყველა სპექტაკლი იყო ანშლაგით და ყველა სპექტაკლი დამთავრდა ფერზე ხო ოვაციიდან ნუ ეხა იქ ვიღაცას რაღაცა ფოტომ დადო იმისთვის რომ საბაბი ქონოდა ეგ მაგათინება ხო არც მაინტერესებს ახლა რაც უნდა ისილაპარაკონ კაცო. კაი, ეხლა გადავიდეთ ნაკლებად სასიამოვნო რაღაცებზე, საერთოდ არასასიამოვნო რაღაცებზე, ხერჩინსკიზე. ხერჩინსკი. ხო, არა, იცი რა, ეგ სასიამოვნო, არასასიამოვნო აღარ არის, ეგ არ არსებობს როგორც დიპლომატი. მაგრამ საკუთარ კარიერას დიდი ხანია დაუდო ბოლო, ეს არის ადამიანი, რომელიც არ ცხენს თავის ყველაზე მეტი მე რაზეც გულის წყდება არის ის, რომ ბები ამ ყავს პოლონელი. და ჩემთვის პოლონელი ხალხი, პოლონური ვთქვათ ისტორია, სახელმწიფო ერი პოლონელი გაიგეთ, ეხლა არ დავიწყებ.
გახსენებას იმ ადამიანების, რომლებიც წარმოადგენენ ამ ერთს და უცებ აი ეს სიბეცე რა, ეს უთავმოყარეობა. ბოროტებაც არის ეგრე. ხო, არა, ბუნებრივია და რისი ბოროტების თავიც არა აქვს, მაგას ბოროტების თავის არა. ბოროტების თავი აქვს ფიშერს. ისიც იქ არის რა, იცი რა არის, თავს საკუთარ სამშობლოს არ წვენენ, საკუთარ ხალხს არ წვენენ, საკუთარ ერს არ წვენენ. მე მინდა გითხრა, რომ მე კარგად ვიცი პოლონურ-ქართული ურთიერთობები, ერთადერთი ერი, ვისაც უფლება ჰქონდა პოლონეთის ჯარში ოფიცრები ყოფილიყვნენ, იყვნენ ქართველები. ქართველები, ხო? და პირველი ის რო არის კათოლიკური εκκλესია, პოლონელების ეკლესია. შალიკაშვილის ისა რა ქვია, მამა. აბა პოლონეთიდან წავიდა ამერიკაში. არა, ბევრი ძალე ხო გეუბნები თავის დროზე, ესე იგი, ქართველი სამხედროები მიდიოდნენ, იმიტომ რომ იქ ასპარეზი იყო, ხო, შენ დაპყრობილი ქვეყანა იყავი, ნაწილი იმპერიის და ისინი იბრძოდნენ ბოლომდე. ხო. ეს ის ცნობილი ისტორია ჩვენ რო გვასწავლიდნენ იმაში, რა ქვია, რუსეთში რო ის ჯარი ტყეში რო წაიყვანა იმან, რა ქვია, ვიღაცა ტიპმა გლეხი რო იყო. სუსანი. ივან სუსანინ. ეს პოლონელების ჯარი. პოლონელები შევიდნენ მოსკოვი აგებული. ხო, და ნუ არა, საერთოდ და ეს არის ნუ სტეფან ბატორი და რავი, სიგიზმუნდ ვილიკალეპნი და რა ვიცი, ვინ არ ყავდათ პოლონეთში. და ლიტვერებთან. ხო, ნუ პოლონურ-ლიტვური სამეფო იყო რა. მაგრამ ეს ამ ფონზე, ეს სამარცხვინო კაცი, აბსოლუტურად დიდი ისტორია, მან დემოკრატია ჯერ კიდევ როდის მეფეს ირჩევდნენ, კაცო, მე ეგენი. ანუ დინასტიები არ იყო პოლონეთში. სეჭპოსპოლიტა, ეგ მაგათი მოგონილია, ხო, მაგითო გეუბნები. თურქებს ებრძოდნენ და ვის არ ებრძოდნენ, ყველას ებრძოდნენ, კაცო. ვენა მაგათ გადაარჩინეს. მე მინდა გითხრა, რომ ევროპა გადაარჩინეს. მეორე მსოფლიო ომის დროს რა ხნეს ეს? ეგ ცნობილი ფაქტია რა. ეხლა ჩამორჩენილი იყვნენ ტექნიკურად, გერმანელებმა ვარშავაზე შეუსრულეს მაგრად. გერმანელებმა შეტევა მიიტანეს სამხედრო ტექნიკით, უკვე მძიმე ტექნიკით. და რა ხნეს, იცი, კავალერიამ წავიდა შეტევაზე და ყველა დაწყო. ტანკებზე. ხო, ანუ აი კავალერია წავიდა ტანკებზე, იცოდნენ რომ დაიხოცებიან სულ ყველანი და დაიხოცეს სულ ყველანი. და ეს სამარცხვინო კაცი, ეს ბეცი ეს. დაუხრიდეს ოფიცრობა კატინში, დაუხრიდეს რამდენი ათასი არ ვიცი, ძალიან ბევრი. ხო, აბა 20,000. ხო, ოფიცრობა. 20,000 კაცი რუსებმა. ხო, და გერმანელებს დააბრალეს. და მე გერმანელებმა რო აიღეს ის ტერიტორია, მოიყვანეს, გამოიძახეს საერთაშორისო ჯგუფი და აჩვენეს იქ ეს ისენი. და მე ამის გულისთვის რუსებმა მოიგონეს ხატინი. სოფელი ხატინი, რომელიც დაწვეს გერმანელებმა და ეს გადაფარეს ხატინსკილეს და ძირებნე ხატინი და აი ამით შეეცადე, მაგრამ ეს მაინც ეგეთი რამები არ იმალება. 20,000. და ეხა ეს რა დაემატა? თან ეხა დღევანდელი პოზიციებიდან რომ ყველაზე მაგარი თანამედროვეობის რომის პაპი მაგათი იყო, ივან პავლე. არა, დღეს მაგარია. ხო, ესეც მაგარია. არა, იმან დიდი როლი ითამაშა, რა ძალიან დიდი როლი. დიდი როლი, იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირის დანგრევა და რელიგია და ეხლა მაგან კათოლიციზმი ცნობილია პოლონეთში, ეხლა თუ სადმე არის კათოლიციზმი. მე არ არიან LGBT-ს მომხრეები, ტრადიციული ღირებულებები აქვთ. და აი ეს რა უბედურება. ტუსკის ხელში ძალიან სერიოზულად შეიცვალა ყველაფერი, იმიტომ რომ ტუსკი იყო კაცი, რომელმაც პოლონეთის წინააღმდეგ გაილაშქრა ევროკავშირში როცა იყო ევროკავშირში. ხო, ნუ აი რა არის. ხო, ნუ ეს ის არის რა, რაც არის აი ხერჩინსკი რა, ერთი და იგივე პაროდა არიან ეგენი. ამიტომ ეხლა მე არ მგონია რომ მაგაზე ყურადღების გამახვილება ღირს. მაგან თავი მოიჭრა და დაისამარა თავი როგორც იმან რა ქვია. დიპლომატი. დღეს თქვი უკვე და გავიმეორებ, მაგრამ იცი რა არის ეს გადამეტებული მაგაზე აგრესია. დღეს სტუმარია ის ჩვენი გინდა მართოს სისხლისაო ვაჟამ დაგვიბარა და ეს ყოველთვის ესე იქნება ჩვენი მხრიდან. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ თავმოყარეობა რა კონდეს ამ ქვეყანას დატოვებდა, მაგრამ დიდი ხანია უნდა დაეტოვებინა. მაგასაც და ფიშერ არა აქვს თავმოყარეობა. საკუთარ ხალხს არცემენ, საკუთარ ერს არცემენ პატივს, როცა ესე არ წვენ შენ ერს რომელიღაცას ქვეყანაში, სადაც სტუმრად ახარ ჩასული, ხო? ეს მეტყველებს შენზე და არა იმ ქვეყანაზე და. ნუ ეხლა არც პირველი, არც პაკისტანები გვინახია. ეხლა რა შეიძლება მიმდინარე მოვლენებს, ხო? ჩვენ თვალნათლივ ხედავთ აი ამ დასავლეთის ძალიან უიღბლო სტრატეგიას, თუ შეიძლება სტრატეგია იყოს ომით იჭმევა. გამოჭამეს ომით დასავლეთი გლობალური სამხრეთის ქვეყნება. ირანმა რაც გააკეთა მაგალითად, ხო? მართალია ამერიკამ და ისრაელმა დაიწყეს ომი, მაგრამ ომებით იჭმევა მათი ეკონომიკა. ძალიან არა, კრახი არის სრული. არა თუ იჭმევა სრული, ამ კოლონიალურმა მსოფლიომ კრახი განიცადა სრული. ეს ეხება ამერიკის შეერთებული შტატებსაც და ევროკავშირსაც.
ეხლა იცი რა არის ძალიან ხშირად ეხლა მე რაღაცა სიტყვიან პროპაგანდისტობას გვაბრალებენ მე განსაკუთრებით რაც უნდა ვისექნიათ მე არასოდეს როცა ამაზე ვლაპარაკობ არასოდეს არ გულისხმობ ევროპელ ხალხს ბუნებრივია ეგ არის ევროპული ბიუროკრატია ეს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ელიტა რომელმაც დღეს გადააგვარა იქაურობა თვითონ ის იდეა რომელზეც დაფუძნდა ევროკავშირი ეს იყო თანამშრომლობის ეკონომიკური განვითარების და დღეს ეს იქცა საბჭოთა კავშირად ხო აი ბოლოს პოლიტბიურო საბჭოთა პოლიტბიურო რომელიც ჩვენს გვახსოვს რა იმ დროს ცხოვრობდით ხო ეს პოლიტბიურო ამასთან შედარებით იქ კიდე გონების ნაწილი იყო დღეს მაგრად მეცინებოდა რომ გაიგიჟეს თავი რომ ეს ფორუმზე დელფოში ფორუმზე რო იყო მაკა ბოჭორიშვილი და იქ ვითომ შემთხვევით კორიდორში უნდა გენახა რას აზასავებოდა ეს როგორეცა ეს მარტაკოსი იმას ბოჭორიშვილი ჩემი თვალით ვნახე მივარდა გადახვია გადაკოცნა ეს რაზე მეტყველებს სისუსტეზე მიხვდნენ სადარიან თუმცა ბოლომდე ვერ მიხვდნენ მიხვდნენ როგორ ვერ მიხვდნენ აბა რატო ვერ ტრიალდებიან არა ეს ლალალა ეს იქნება იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს აბა რა უნდა გვარა სინამდვილეში მიხვდნენ რა მნიშვნელობა დღეს ჩვენ ვჭირდებით ბევრჯერ უფრო მეტად ევროკავშირს მაგრამ მაშინ რატო გვეუბნებიან რატო გამოსცემენ რატო ქმნიან ამ კომისიებს რაღაცა მოსკოვის მექანიზმებს რა ეს ჩავლია ეს გურშინდელი დღეა შალო ეს გუშინწინდელი დღეს აღარავის აღარ აინტერესებს ეს წარმოიდგინეთ ჩამოყალიბებული იდიოტი იდიოტების მეტი რამ შემხედრია ცხოვრებაში მაგრამ ეს ჯო ვილსონიო რა ჩამოყალიბებული კრეტინი თონ იმბეცილი რა აი წმინდა წყლის რომელმაც განაცხადა რომ რუსეთი ისე პუტინის რუსეთი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფლობელობაში მყოფი ანაკლიის პორტიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთებს ირანის ნუ აი იდიოტი ჩამოყალიბებული ხო ესე მიდის შავი ზღვით მიდის პორტი თურმე ანაკლიის პორტი უკვე ყოფილა და იქიდან რუსეთი კასპიის ზღვით კი არა წდის არა ხო პუტინის რუსეთი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფლობელობაში მყოფი ანაკლიის პორტიდან სამხედრო დანიშნულების რაღაც ეხლა ნუ შენ წარმოგიდგინე ხო ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე იყო იმისი რა ქვია კონგრესის ეხლა პოლიტიკურ ელიტაში ეგეთი იდიოტები რო იქნებიან ქვეყანაში როგორც არის ეს ჯოვის ამარცხინო კაცია ეხლა ხო გეუბნები ეხლა უკვე კაცზეც ლაპარაკი არ შეიძლება ეხლა გინდა შუ ისა რა ქვია ნენსი პელოსი დააყენა საკითხი ეხლა იმპიჩმენტის იმისი რა ქვია ტრამპის ნენსი პელოსის სურათი მაქვს ნანახე აქ ტელეფონში მაქვს სადღაც გადაღებულია ჯონ კენედისთან ერთად მისი საარჩევნო კამპანიის დროს. ჯონ კენედი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ხო? და ჯონ კენედი რომ მოკლე 64 წელს მე ვიყავი 9 წლის. ეხლა ვარ 70-ის. და ნენსი პელოსი კიდე საკითხებს აგვარებს იმაში, რა ქვია, ამერიკის კონგრესში. ხო, შენ წარმოგიდგენი ეს სად არის? ჟაკ შუმერი და ეს შახინი, მახინი. 100 წლის ტიპები. სადა იქითა საუკუნიდან არიან გადმოსულები და შეკაი და იმიტომაც არის ისეთ მდგომარეობაში ეს ქვეყანა რა მდგომარეობაში არის. ეხლა დღეს ტრამპმა გამოაცხადა რომ პარასკევამდე თუ არ დაირებაო ხელშეკრულება ზავის ხელშეკრულებაო მე პარასკევის შაბათი კვირა მოდის არ მუშაობთ ჩვენო ამიტომ ორ შაბათამდე გადაიდებაო და რო იცახდა რომ ცივილიზაციის განადგურებამდე ხო დილას არა ცივილიზაცია უნდა გავანადგურო არა შენ წარმოიდგინე რომ რა ხდება იცი რომ უკვე სასაცილოც აღარ არის შალვა სასაცილოც აღარ არის მე ახლა არამერი პასუხისმგებლობა პოლიტიკური არა მაქვს მე რასაც ვფიქრობ იმას რომ რასაც უყურებ არც ერთი ჩემი გამონათქვამი არც ერთი არ მომაქვს ფაქტი თუ ის არ არის იქიდან აღებული სადაც ასე ვთქვათ ამის შესახებ მიდის შენ წარმოვიდგინე დღეში 9-ჯერ მინიმუმ დებს სხვადასხვა განცხადებებს თავის იმ გვერდზე დონალდ ტრამპ მე შემიძლია ყველაფერს ასაც მე ვლაპარაკობ თუ დამიყენე საკითხი იმას გამოვიღებ და ვიტყვი აი აქედან ავიღე მისი გამონათქვამები და რეებს ლაპარაკობ ხო ეხლა ნუ იმისი ეხლა შენ წარმოიდგინე იმ დღეს გამოვიდა მაგათი ომის მინისტრი რო არის ომის მინისტრი და სახარება წაიკითა ოღონ ტარანტინოს ფილმი ტარანტინოს კარგი ფილმიდან ძა არა კაი ფილმია ცუდი ფილმი რა მნიშვნელობაა ხო მაგარია ამას ხო მთელი მსოფლიო დარბაზიდან ხო დაყვებოდა ნუ აბა ხო და ეს ამას ყველაფერს ხო ყველანი ჩვენ ვხედავთ ხო ეს ხო იმაზე მეტყველებს რომ აბსოლუტური კრახია ხო აბსოლუტური ამ პორნო ლიბერალური მსოფლიოს კრახია სრული და ეს კონკრეტულ საქმეებში ჩანს და ამ ფონზე
ის როგორ ვითარდება საქართველოს, ხო გეუბნები რა, მე ვიცი რისთვის დავებადე. აღარაფერზე აღარ დამწყდება გული. ვიცი შენ. როცა მოვა, ასე ვთქვათ, ჩემი დრო, არ დამწყდება გული, იმიტომ რომ ჩემი თვალით ვნახე ქართული სახელმწიფო, ფეხზე მდგარი, ღირსებით სავსე. საკუთარი კომუნისტებისგან დახსნილი და მიიღე თავისთავად, მაგრამ დღეს იქან მაგარი ისტორია. შენ მიიღე მონაწილეობა თავის დახსნაში კომუნისტებისგან, მე ხო ვიცი რა, შეიძლება ბევრმა არ იცის ეს ისტორიები, მაგრამ მე ვიცი. შემდეგ იმუშავე ამ ახალ ქვეყანაში, სახელმწიფოში და შემდეგ მოესწარი იმას, რომ ეს სახელმწიფო ხო მართლაც იქცა ყველა მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფო. ღირსეულ, სუვერენულ, თავმოყვარე, საკუთარი სიტყვის მთქმელ, არაფრის არ შემშინებელ, არც ერთ ფორუმზე შენ შეხედე რა წერილი მიწერ, როგორი ახალგაზრდები, როგორი აი აქ რო იჯდა ეხლა კაცი რა. ეს ჩემი შვილი, ჩემი შვილზე უმცროსია. ეს უკვე მესამე თაობაა, წამოვიდა ადამიანები, რომელიც ან როგორ ლაპარაკობენ, ან როგორ ქვეყანა როგორ უყვართ, ან როგორ მზად არიან ყველა ფორუმზე, ყველა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვან საკუთარი ქვეყანა. როგორი ღირსებით გამოდის. აი ახლა უკანასკნელ პერიოდში, 1-2 კვირაში რამდენი ფორუმი იყო, კობახიძე იყო, პაპუაშვილი იყო, ბაკაბოჭორიშვილი, ეს დელეგაცია იყო ამერიკაში, დელეგაცია იყო მადრიდში. როგორ უჭირავთ თავი? და მე ხო ვიცი, მე ხო იქიდან შემომჭა ორჯერ სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, უამრავი, ჩემი რეალურად დიპლომატიური სამსახური უფრო იყო, სუმოლაპარაკებები იყო, რამდენ ადამიანს ვიცნობ და დღემდე მაქვს შერჩენილი კაი ურთიერთობები. ის კი არა, ჩვენ მოწინააღმდეგეებთანაც მაქვს ურთიერთობები ნორმალური შერჩენილი, ხო? და დღეს კონტაქტები რომ გეუბნებიან, ამას რას ბედავთ? ამას აღარც გეუბნებიან. 1 წლის წინ მეუბნებოდნენ, რომ ამას რას ბედავთ? არ გეშინიათ 2 წლის წინ. ეს იქნება, ეს იქნება. არაფერიც არ იქნება. შენ თუ მართალი ხარ და გაქვს თავი და შენ უკან საზოგადოება დგას, რომელიც ყველანაირად ხარს გიჭერს და გეუბნება, რომ ჩემი ქვეყანა დაიცავი ისე როგორც ეკადრება ამ ქვეყანას. მორჩა მაგას აკეთებენ ზუსტად, იმიტომ არის ესეთი უპირობო მხარდაჭერა. რა მორჩა? რა პროგნოზი გაქვს? აი არ გაჩერდება ბევრი დიპსტეიტის წარმომადგენელი და რაღაცების ჩალის დაიწყებს. მოდი იმასაც ნოვიტყვით, რომ ეს საერთოდ არ არის საშიში. არა, საშიშია როგორ არა, საშიში რა სიზავე. მეცაც გეტყვი, მე რა მინდა გითხრა, იცი, ერთადერთი ფიქრი, რაც მაკრო იმ კნოპკას არ დააჭირონ. იმიტომ რომ დღეს არც ერთი გონიერი იქით არ მხარეს. ბირთვული არ არის. აბა რა. ეს დღის წესრიგში დადგა უკვე. ამაზე ლაპარაკიც იყო, გამოვიდა იქიდან ინფორმაცია. ეხლა დღეს იმდენი ტყუილია ამ ეს სფერო, საინფორმაციო სფერო, იმდენად გაირყნა და იმდენად ისე რომ ვეღარ გაიგებ რა არის ტყუილი, რა არის მართალი, მაგრამ რამდენიმე მხრიდან ერთი და იგივე ინფორმაცია რომ მოდის, საყურადღებოა, როგორც შეიძლება არ ბოლომდე არ დაიჯერო, მაგრამ იქამდე მიდის ვითარება, წარმოიდგინე რა. აგერ ითქვეს კიდევაც იქ ვიღაცა ევროპაში ხმა გაისვა რომ ჩვენი ბირთვული არაღი და ბირთვული კოლგა და რაღაცა ბირთვულებზე ალაპარაკდნენ. იმიტომ რომ აბსოლუტურ აი იცი როგორ იცი სრულ უგუნურებაში შეტოპეს. და იქიდან გამოსასვლელი არც ერთი გეგმა არ არის. არ ჩანს არაფერი, რამაც შეიძლება რომ აი ეს კლინჩი, პოლიტიკური, რომელშიც თავი შეყვეს, ეს აბსურდი აბსოლუტური, ხო? რომელიც ანგრევს ევროპას, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ სულ ნავთობზეა, ასე ვთქვათ, გართულება და ამ დროს ეს წიაღისეული გამდიდრება რითიც ხდება, ეს ისენი მინერალები, რაც მიწაში, რაც სოფლის მეურნეობისთვის, რასაც ხმარ, თურმე იქ კალიუმი და იქ ყოფილა მთავარი იქიდან კატასტროფა ხდება. კი ბატონო. ესე იგი გერმანიაში მარტო აი უკანასკნელ პერიოდში 200,000 ადამიანი დარჩა უმუშევარი. იმიტომ რომ ქიმიური მრეწველობა გადავიდა. ხო და ხო გესმის ეს ხდება იაფი გაზი. და სრული კატასტროფა, ეხლა შენ წარმოიდგინე, მივიღეთ მე-20 პაკეტი. ხარ ეს გითხრა, მე-20 პაკეტი რას ნიშნავს? მიიღეს მე-20 პაკეტი იმის სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, ოღონდ ზღვაში რომ ნავთობია, ის არ შედის. გემები დოგარდა. ნუ ვისატყვე. მე ეს პაკეტები შეცვალეს, კაცო, ირანსაც კი მოუხსნეს. არა, საერთოდ, მაგრამ ივან კარგად თქვა, 19-მა თუ არ იმუშავაო. მე-20 რატო იმუშავეს? 20-ს რა, ეხა 21 შეუდგა, კაია კალასი. 21 პაკეტი ამუშავდა უკვე კაია კალასი, ხო და ხო გეუბნები ხა ჯერ უგადახედაო იმას, რა ქვია, ევროკავშირს და იმაში ძირითადად ასე ვთქვათ, იმაში წარმომადგენლობაში 4 ჩეკისტი რო არის საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი, მარტა კოსი, კუბილიუსი
ეს ისა რა ქვია, ეს იუნკევიჩიანი, გარბაჩოვის პარტიის წევრები, იუნკე თუ რაც არის და კაია კალასი, რომლის მამა იყო სბერბანკის დირექტორი, საბჭოთა სბერბანკი. კაცი იქნება. კაი კაცი იქნება. ის რა თქმა უნდა, თან იცი რა გაზეთის იყო პროპაგანდისტული კომუნისტური გაზეთი. ქმარი ხო რუსეთთან იმის რედაქტორი, ქმარი რაც ფულს აჩვეულობს ამან არ იცის. ესე იგი, საგარეო საქმეთა მინისტრია ევროკავშირის და ყველაფერი იცის რუსეთში, ორმუზის სრუტეში რა ხდება, იქ ყველაფერი იცის და ქმარი რომ რუსეთში შეულოს ფულს ეგ არ იცის. ხო, პრივატულობის დარღვევა. აბა რა, წარმოვიდგინე ხო და აი ამ აბსურდში არის დღეს ეს ევროპა და ამ ფონზე მე ვფიქრობ რომ როგორც არის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სიგიჟე სწორედ ხელმა თავებმა. საფრთხე როგორ არის, ძალიან სერიოზული საფრთხეც არის და ის ყველა გძნობს ამას და ყველა ხედავს. იმიტომ რომ გამოსავალი გეგმა არ არის. აი მაგალითად შეიძლება აი ესეთი მოთხოვნები. უნგრეთში რა მოხდება, არავინ არ იცის, ამ იდიოტებს უნგრეთიდან წყალი რო ჩამოიტანეს და ვის წყალი გადასმოდეს. სავსებით შესაძლებელია უნგრეთი აღიარა. ეხლა ისი როგორი რამეა, მე აი ისეთი დადგმა მგონია ეგა რა, მე მაინც ისი კინემატოგრაფის შეთქმულების თეორია. არაფერი შეთქმულება არ არის. პირველი ხუთი განცხადება მადიანმა რაც გააკეთა, მეტყველებს იმაზე რომ ზუსტად იმ გზაზე მიდის. ორბანის განცხადება. რისი წინააღმდეგიც იყო ის, იმის წინააღმდეგიც არის ეს. გასაგებია და თანაც პირველი ეხლა შენ წარმოიდგინე რა, აი როცა ვლაპარაკობთ, რომ ნუ აი სად არიან სიბეცის დონე ამ ევროკავშირის რა. აი იმ დღეს გახდა მადიარი მოიგო არჩევნები, მეორე დღეს გამოცხადა ოფიციალურად, ჯერ 1 საათში აღიარა იმან რა ქვია ორბანმა და მიულოცა მადიარს 1 საათში. ხო, ეგ ძალიან მაგარი. 2.500.000 კაცმა მიცა ხმა. როდომოდა რომ 2.500.000 კაცი ბუდაპეშტის და უნგრეთის ქალაქებში, ქუჩებში რო გამოსულიყო, იქნებოდა დიდი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ეს სერიოზული კაცია. ეს საკუთარი ქვეყანა უყვარს განსხვავებით აი ამ იდიოტების, აი ამ ჭინკებისგან, იმას საკუთარი ქვეყანა უყვარს. ამიტომ წააგო, გადადგა თქვა, მე ახლა ოპოზიციიდან მივხედავ იქავრობასო. ეხლა შენ წარმოიდგინე, როგორი რამე მოყვა ამას, ხო? პირველივე განცხადება, რომელიც გააკეთა მადიანმა, იყო რომ რუსებთან დავიწყებ მოლაპარაკებას. პირველი. შემდეგ თქვა რომ ღირებულებები ასე არ შეიცვლება. საქართველოსდეს თქვა, საქართველოს ძალიან შეაქო და თქვა რომ ეთისული მაქვს, როდის ხო და არა, არჩევერი კი ძალიან ხაზი გაუსვა, რომ ესე იგი ყველაზე დამოუკიდებლობა და ეჭვეშ არ დგას საერთოდ უნგრეთისთვის. და ეხლა ნეტანიაჰუსთან დაკავშირებით მან ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ეს იყო სილის გაწნა როგორც ამერიკისთვის, ისე ისრაელისთვის. იმიტომ რომ თქვა, რომ ნეტანიაჰუ აქ რო ჩამოვიდეს, დავაპატიმრებთო. ხო. იმიტომ რომ არის სამხედრო დამნაშავეო. ყოველ შემთხვევაში მაინტერესებს ტრამპის დამოკიდებულება. კი შეაქო ეხლა, მაგრამ არა, ტრამპი რას ლაპარაკობს, გაცოცხლება შეუძლებელია. ეხლა მაგან დაკარგა აბსოლუტურად ყველანა. ეხლა შენ კარგად გახსოვს აი აქიდან როგორ მხარს უჭერდი და რა მნიშვნელობა და ეხლა ორი, მანუ ეხლა ის რასაც გვესვის და რასაც ლაპარაკობს და რასაც ეხლა იმან რა თქვა იქ მაგას აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ 15 წუთში აღმოჩნდება სხვა რამე ამიტომ ამ ფონზე ხო გეუბნები ამ ფონზე და თუ გავითვალისწინებთ იმას თქვა თვითონ ევროპის ქვეყნებში რა ხდება ხო ეს მეტყველებს იმას რომ ევროკავშირს ჩემის აზრით დამთავრებულია საერთოდ ეს გაერთიანება არანაირი შესაძლებლობა მაგას აღარა აქვს და ყოველ შემთხვევაში ამიტომ ეს ეხლაც გუშინ ნახე ჯერ ამ იმის მინისტრების შეხვედრაზე ხო ნახე რაც ვერაფერი ვერ მიიღეს მე-10 უკვე და გუშინ საერთოდ ეს საქართველოს განხილვა მიდიოდა ევროსაბჭოში და 3 კაცი იჯდა დარბაზში ხო აღარ არის მათთვის ეს აქტუალური ხო ჩაიარა მატარებელი და ბოლო კითხვა საზოგადოებაზე ვილაპარაკოთ მოდი ჩვენ ყველაფერს თავი დავანებოთ და ქართველები დავრჩეთ ერთმანეთის პირისპირ ბევრი არა უმცირესობა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გული შეგუტყივა და სხვა აზრზე არ არიან პოლიტიკურად. აი ამ რაღაც ბაბლში არიან, ამ რაღაცა ეშმაკეულში არიან გახვეული. საუბედუროთ. და არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება გიყვართ, რომელსაც აფასებ. ზოგიერთი არის. ჩვენი ახლობლები, შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, გული შეგუტყივა. არ ვიცი ხა ჩვენ გართული პრობლემა. იცი როგორი იმდენი რამე იყო. აი თვალსაჩინო ამ წლების და თვეების განმავლობაში ყველაზე უკანასკნელი იყო ღმერთმა გაანათლოს მისი სილი უწმინდესის გასვენება და ის დღეები რა, როდესაც სამებაში ესვენა მისი ასე ვთქვათ ცხედარი. ეს იმდენად თვალნათლივ აჩვენებდა ვთქვათ რა გზაზე რა დგას
რაზე დგას ქართული საზოგადოება და ქართული ხალხი, რომ ამაზე უკეთეს ჩვენ ვერაფერს ამ ადამიანებს ვერ ვეტყვით. ვერაფერს უკეთს ვერ შევთავაზებთ. ერთადერთი რაც შეგვიძლია უნდა უთხრათ თუ შეხედეთ სად არის საქართველოს. მოდით თქვენს, იმიტომ რომ ის ყველასია. ის რწმენა, რაზეც ეს ყველაფერი დგას, ის საერთო რწმენა. გაიგე და მოდი და ოღონდ მოდი და ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. ისე და ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, მაგრამ შენ თვითონ ეხლა კაცი რო გამოვა და სპორტსმენებს რო შეაგინებს და გალანძღავს და გათათხავს. ეს რა ბოღმა და იმის გვერდზე რა გინდა იმ ადამიანი, იმასთან ერთად გინდა. და მეორეს ერთი მინდა კითხა 500 დღე. მე არაერთხელ ამათ რა თქვა, ყველაზე საყვარელი არსება ჩემთვის დღეს არის ჩემი შვილიშვილი პატარა 6 წლის რა. იმაზე მეტი არაფერი არ მიყვარს. მე რო ვინმე მომისაჯოს რომ 500 დღე ყოველ დღე მაგასთან მივიდე, ამას ვერ გავაკეთებ. ვიფიცები რა, აი 500 დღე შეიძლება ფილარმონიიდან პარლამენტამდე ვიარო ყოველ დღე და რისთვის დადიხარ? რა გინდა? და რას ღებულ რა ხდება? არა, ამიხსენი რა არის, ხო? ხო და მაგას ეს პათოლოგიაა და ნუ ეხა პათოლოგიას ჩვენ ვერ უკურნალებ. ხო, შეიძლება კურნალო. გულს გაუხსნით? ხო. იცოდნენ სულ ყველამ რომ როგორც კი მოვლენ იმ წუთში ისევე მივიღებთ როგორც ერთმანეთს, მაგრამ თვითონ უნდა მოვიდნენ ეხლა. ბატონო, უგრეს მადლობა გოგო. გაიხარე, მადლობა. გემშვიდობებით, კარგად გზანდება.